ქვეწარმავლების სეზონი და აქტიურობის პერიოდი ზაფხულის დადგომასთან ერთად უფრო იმატებს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობა და საბავშვო ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის აღნიშნული საკითხი დღემდე მთავარი გამოწვევაა. მათი თქმით, ტემპერატურის მატებასთან ერთად შესაძლებელია, რომ შენობაში ქვეწარმავალი ისევ გამოჩნდეს. თქვენ აქ მუშაობთ? როგორც გავცედა ინფორმაცია, ქვეწარმავლები არიან საბავშვო ბაღში და რამდენად მართალია? მე ვერ გაგცემ პასუხს. არის საშიშროება რომ ამოვიდეს? არის. ადრესად იყო ხოლმე? თუთოხში და კედლის თუთოხი. ჯეჯირებით არა და ისიც არ გიკეთებია. დეზინფექცია ადრე იყო ქვეწარმავლები, ადრე. შაშა, სად იყვნენ კონკრეტულად? ეხლა დაზამთრდა და არ იყო და ახლა ზაფხული იწყება და ეხლა ჯერ არაფერი არ შეგვიჩნდა. არაფერი. ისე სად იყო ხოლმე, საით აი აქ დაიმახე საკითხი არის. დიდი იყო? ნუ ის საკმაოდ ნორმალური, რა ვიცი, ადამიანებში. და ბავშვებთან კონტაქტი ხო არ ქონიათ, ამინ ხო სხვა რუკმინა დაგეს? არა. ეს გველია ხოლმე. ეხლა ვერ გეტყვი ამჟამად ემთხვი არის. მაგრამ ხარ შემწნეული ხალხო, ყველანაირი გველია, დიდები, პატარები. შაშანი იყო თუ არ ცდები საბავშვო ბაღში შემთხვევა რომ დაფიქსირდა შენობაში. ჩვენ ქვეყნად ვცხოვრობთ ეგ. ბაღი აქტუალია. ისე ბალახია დიდი და თქვენი აზრით არის თუ არა საშიშროება რომ თქო იქნება ხა ბალახი რო არის საშიშროება იქნება რაღაცა. თქვენ არა ქვეყნა ამბულატორიაში არ იყო. როგორ არ იყო ეს სამართლის როზე? მე თვითონ დავინახე რომ იმას სამართლის საბავშვო ბაღი აქვია და იმის მეორე გზიდან მართლა ორი დიდი უშუალებელი რაღაცა იდგა იქა და ალბათ მანაც არის. საბავშვო ბაღში თუ დაფიქსირებულა უშუალოდ? ალბათ იქ არ ვიცი, მაგრამ აი შესაძლებელია. მიმდებარე ტერიტორია. ჩემი თვალებით დავინახე რომ ადრე ყოფილა თანამშრომლები ამბობენ შემთხვევა რომ სკოლის შენობაში აგამარა, მაგრამ აი ეგ გზა შემოსახულია ის შენობა. კანტორა რო იქ და იქ მასშტაბური ყანები დავინახე რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტელეკომპანია თრიალეთის გადამღები ჯგუფი გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაუკავშირდა. ვახტანგ გიუნაშვილის თქმით, ხიდისთავის საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დეზინფექცია, დერატიზაცია წელიწადში 3-ჯერ ხორციელდება. გიუნაშვილი ასევე განმარტავს, რომ სოფელში იგეგმება ახალი ბაღის მშენებლობაც. ჩვენთვის რაც არის ცნობილი, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხიდისთავის ბაღის ტერიტორიაზე არ ფიქსირდება არანაირი ქვეწარმავალი. იყო რამდენიმე წლის წინ ერთჯერადად დაფიქსირდა, კი ბატონო, მაგრამ ჩვენი სააგენტოს მხრიდან ხდება არა მარტო ხიდისთავის ბაღის, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საჯარო დაწესებულების წელიწადში მინიმუმ 3-ჯერ ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შეწამლა. კონკრეტული ფირმა არსებობს, რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება დადებული და წელიწადში 3-ჯერ ხორციელდება ბაღის ტერიტორიის დეზინფექცია. ბაღის მშენებლობა კი ბატონო იგეგმება იგივე ტერიტორიაზე ბაღის ეზოში, მაგრამ ეს არ არის იმიტომ რომ იქ რაღაცა ქვეწარმავალია დაფიქსირებული, უბრალოდ ბაღის შენობა არის ძველი შენობა და ახლით ჩანაცვლება მოხდება. ხომ ფიქრობთ ამ ძველ შენობამ გამოიწვია სწორედ ქვეწარმავლების სიმრავლე ამ ტერიტორიაზე? არა, ძველი შენობა არაფერ შუაში არ არის. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღში გველი ერთ-ერთი ბავშვის სკამის ქვეშ ნახეს. მოსახლეობა მათ სიმრავლეს არაჯეროვნად შეწამლით სამუშაოებს უკავშირებს.